მადლობისა, ეს არის ახალი წესრიგი. ხის მთავარ თემებს მეცხრე არქის რეპორტიორები და ჩვენ თამთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოგიდგენთ. კობა დავითაშვილი ოცნებაზე უარს ამბობს. როგორ აფასებენ დეპუტატის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში? ჩვენ შეგიტყვეთ რამდენიმე წუთში დავით საგანელიძე უპასუხებს. პრეზიდენტის მიმართვა თანაგუნდელებს რა ცვლილებებისკენ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას. და რამდენიმე წუთში ასევე შემოგთავაზებთ. კობა დავითაშვილის დასრულებული ოცნება, ხალხის პარტიის ლიდერის არჩევანი და საპრეზიდენტო ამბიციები, რატომ გაემიჯნა დეპუტატი მმართველ გუნდს. საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია, ვინ რას პირდება საკუთარ ამომრჩეველს, პოლიტიკური გზავნილები და სტრატეგია არჩევნებამდე 3 თვით ადრე. პატიმარ ლევან კორტავას საქმე გახსნილია სამართალდამცველებმა სასჯელ აღსრულების დაწესებულების თანამშრომლები დააკავეს. ქართული ოცნებისგან გამიჯნული პირველი დეპუტატი კობა დავითაშვილმა კოალიცია დატოვა. დღეიდან ხალხის პარტიის ლიდერი ყოფილი თანაგუნდელის კონკურენტია. დავითაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად კი სისტემურ უთანხმოებასა და ბაჩუ ახალაიას გამამართლებელ განაჩენს ასახელებს. სპეციფიკური ფენომენი პოლიტიკაში მოსიარულე ფორვარდი პოპულისტური განწყობის მქონე პოლიტიკოსი ასეთი ეპითეტები მოხვა დეპუტატის საქციელს კოალიციის წევრებისგან. არაერთი ხმაურიანი გამოსვლისა და მინისტრებთან დაპირისპირების გამო დავითაშვილის დღევანდელი განცხადება ყოფილი თანაგუნდელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თამთა ჯანაძე განაგზობს საუბარს, თამთა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. ნამდვილად ლევან კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასა და ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით მოულოდნელი არავისთან ყოფილა, უფრო მეტიც პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე ეს ყოველივე ძალიან ლოგიკურიც გია. ვინაიდან ჩვენ შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას ქართული პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებზე, მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვამბობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბაჩუ ახალაიას გამამართლებელი განაჩენის შემდეგ კობა დავითაშვილი რიგით 27-ე საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, თუმცა ოფიციალურ რეგისტრაციას მოგვიანებით გეგმავს. ახალაიას გამართლების გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამარჯვებად კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ახალაიას გამართლება არ არის დემოკრატიის ზეიმი და გამარჯვება. ეს არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოაბიტაციაზე. საპრეზიდენტო ამბიციას წინ უძღოდა დავითაშვილის რამდენიმე დაპირისპირება კოალიციაში. ხალხის პარტიის ლიდერს უთანხმოება პირველად ჯანდაცვის მინისტრთან მოუვიდა. მაშინ დავითაშვილმა სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებთან გარიგებაში დაადანაშაულა. რატომ ლობირებს ჯანდაცვის სამინისტრო კერძო სადაზღვევო კომპანიებს? რატომ მიდის სახელმწიფო ფული, რომლის ნახევარზე მეტი რჩება ამ სადაზღვევო კომპანიებში და არ ხმარდება პაციენტს ამ კომპანიების ანგარიშზე? დავითაშვილის მეორე სამიზნეც მინისტრი აღმოჩნდა. ხალხის პარტიის ლიდერმა განათლების მაშინდელ მინისტრს გიორგი მარგველაშვილს შრომის კოდექსისადმი დამოკიდებულება დაუწუნა და გადადგომა ურჩია. თუ ვიცე-პრემიერი ასე თulis, რომ ასეთი მიუღებელი შრომის კოდექსია, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგოს. მას შემდეგ რაც არც ერთმა მინისტრმა მის რჩევა არ გაითვალისწინა, დავითაშვილმა კიდევ ერთი მინისტრის, ამჯერად სოფლის მეურნეობის მინისტრის შეცვლა მოითხოვა და მის ადგილზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ხალხის პარტიის ლიდერის შეთავაზება ამჯერადაც შეუმჩნეველი დარჩა. ასეთ მცდელობებს მაშინ პასუხად პრემიერის საყვედური მოჰყვა. დავითაშვილს დაურეკე და საკმაოდ ვეჩუბე, რომ იცოდეთ, რამე თუ უნდა მოახერხოს მან და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. და მუდამ ახერხებს გარედან რაღაც ინფორმაციის შემოტანას, თანაც არაფერს არ ეფუძნება ის, რასაც აკეთებს დავითაშვილი. გუნდში განმარტება კობა დავითაშვილმა ვერც ამჯერად მოახერხა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მისი გადაწყვეტილება ელექტრონული პოსტით მიიღეს. კობა დავითაშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ესაა მოხეტიალე ფორვარდი. და ხშირად საინტერესო ფინტებს აკეთებს ხოლმე. მე ვიყავი დარწმუნებული, რომ კობა ელოდებოდა მომენტს იმისათვის, რომ წასულიყო. იმიტომ რომ ესეთია, იმიტომ რომ ყოველთვის ესე იქცევა. ის სპეციფიური ფენომენია და არ მიყვარს, მე არ მიყვარს მე მისგან ეს გადაწყვეტილება. აბსოლუტურად არაფერი არ იყო მოულოდნელი კობას მხრიდან, იმიტომ რომ მას არაერთხელ უქონია განსხვავებული პოზიციები უმრავლესობისგან, ხშირად გამოთქვამდა თავის საყვედურებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ეს არის გარკვეულწილად რაღაცა ბრძოლის ველიდან გაქცევა. დავითაშვილის გადაწყვეტილება გასაგები და მისაღები ნაციონალური მოძრაობისთვის აღმოჩნდა.
Koalitsiyas შიგნით არის პრობლემები და ჩვენ ეს ყველა ვიცით და დავითაშვილის წასვლა ერთ-ერთი გამოხატულება ამ კოალიციის შიგნით პრობლემებისა. დავითაშვილი არასდროს გამოირჩეოდა გუნდურობით და ასე ვთქვათ მეგობრის და თანაპარტიელის გატანა მისი საუკეთესო თვისება არასდროს არ ყოფილა, მაგრამ პირველ რიგში ალბათ კოალიციის ლიდერები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ეს არის ადამიანის არა უბრალოდ გადაწყვეტილება, არამედ ის გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. კიდევ ერთი კონკურენტის გამოჩენა საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა, მისთვის დავითაშვილის ნაბიჯი გასაგებია. მის აღშფოთებას ახალაია საქმესთან დაკავშირებით მე მას აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები, იმიტომ რომ მე ჩემი პოზიცია და აღშფოთება დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით და ეს არის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია. ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე მყარი ტრადიციაა ჩამოყალიბებული წლების განმავლობაში. მათ შორის ის, რომ ბატონი კობა დავითაშვილი ყოველთვის არის პირველი მერცხალი სამთავრობო რევოლუციური კოალიციების დაშლის მაუწყებლად. დავითაშვილის პოზიცია მინისტრებმაც შეაფასეს. ელემენტარულად ჩვენ რო გადავხედოთ ბატონი კობას პოლიტიკურ მოღვაწეობას, მის პოლიტიკურ წარსულს, ძალიან ნათლად ჩანს თუ როგორ გადაწყვეტილებებს იღებდა წლების წინ ეს ადამიანი, ეს მისთვის ჩვეული მოვლენაა. საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ კობა დავითაშვილი აპირებს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ხალხის პარტიის ლიდერი ხალხის ლიდერობას პრეზიდენტის ამპლუაშიც შეძლებს. კიდევ ერთი დეტალი, კობა დავითაშვილი სადეპუტატო მანდატის დათმობას არ აპირებს, უფრო მეტიც ის წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას აქტიურად გეგმავს. დიდი მადლობა თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გზამოქალაქეთა კავშირიდან საპრეზიდენტო კანდიდატობამდე კობა დავითაშვილის პოლიტიკური წარსული და მოქმედების ერთი და იგივე ტაქტიკა ხელისუფლებიდან ყოველთვის ოპოზიციაში. იყო 3 მოწვევის პარლამენტის წევრი და გუნდს გაემიჯნა 3-ვეჯერ. მოქალაქეთა კავშირიდან ნაციონალურ მოძრაობაში, ნაციონალური მოძრაობიდან კონსერვატორებში, კონსერვატორებიდან კი ხალხის პარტიაში. კოალიცია ქართულ ოცნებაში ხალხის პარტიის სახელით გაერთიანებული პოლიტიკოსი დღეიდან დამოუკიდებელი დეპუტატია. დავითაშვილის სახელთან დაკავშირებული გახმაურებული საკითხი მოვლენები და დეპუტატის განვლილი პოლიტიკური გზა. დღეს ლევან ჩხაიძემ გადახედა საარქივო მასალას. ლევან, ეთერში ხარ. ჩვენი მაყურებელი სიუჟეტში იხილავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უკვე დამოუკიდებულებმა დეპუტატმა ქართულ პოლიტიკაში გადადგა. დავითაშვილი 1999 წლიდან იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. პირველად ის დეპუტატი ხდება მოქალაქეთა კავშირის შემადგენლობიდან, მაგრამ თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ ის არჩევიდან რამდენიმე თვეში ყოველთვის ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას. გზა პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. კობა დავითაშვილი. მოქალაქეობა საკუთარი უფლებების პროგნოზა და გამოყენება. ეს მისი პირველი პოლიტიკური კლიპია. 1999 წელს კობა დავითაშვილი პარლამენტის წევრი პირველად გახდა. მოკავშირის ახალგაზრდულ ფრთასთან სწორედ ამ პერიოდში დაახლოვდა. მიხეილ სააკაშვილთან მას მხოლოდ პოლიტიკა არ აერთიანებდა. სააკაშვილი და ოქრუაშვილი მისი ნათელმირონები არიან. დავითაშვილმა ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა მიხეილ სააკაშვილთან ერთად ნაცმოძრაობის გუნდიდან დაიწყო. მოკავშირისგან გამიჯნულები მაშინ აქცენტს საზოგადოებისთვის მტკივნეულ სოციალურ თემებზე აკეთებდნენ. ეს იყო დემოკრატიული რევოლუცია, რაც მოყვა ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას. დავითაშვილი აქტიურია ვარდების რევოლუციის დროსაც. პირველი მუშტი პოლიტიკაში მას სწორედ ამ დროს მოხვდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ბათუმში აღორძინების მაშინდელი მხარდამჭერების მსხვერპლი გახდა. რევოლუციიდან რამდენიმე თვეში დავითაშვილი სააკაშვილი ოქრუაშვილის ტანდემს გაემიჯნა. მაშინ ამბობდნენ, რომ დავითაშვილი მოთხოვნილ მაღალ თანამდებობებზე მეგობრების უარმა გაანაწყენა. ეს ჩხუბის პროვოცირება უნდა დაწყნარდით. ნაცმოძრაობას გამიჯნულ კობა დავითაშვილს კონსერვატიული იდეები იპყრობს. ის კონსერვატორების თავმჯდომარე ხდება. აქტიურობს პარლამენტში და არც ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირებას ედდება. მანდატურებს თქო გაიყვანეთ რა. პროვოცირებად ნუახდენთ ბატონობა. ამ მოახშმის შემდეგ მას ცნობილი ზედმეტსახელი ნავერწილე შეერქვა. ფარულ ვიდეო ჩანაწერში დავითაშვილი 2006 წელს ბიზნესმენ ალადინ მირზაევს წინასაარჩევნოდ პარტიის ბიუჯეტში $150,000 შეტანას თხოვდა, მაგრამ ნავერწილესთან ერთად მხოლოდ $20,000 მიიღო. ის არჩევნები დაждდა $150,000. აი ეს არის თანხა, რომ ჩვენ მოვიდოთ თბილისის არჩევნებში. რა? ეს 20,000 აკამავს.
ვიდეოს გავრცელებამ მისი პოლიტიკური იმიჯი სერიოზულად დააზარალა. დავითაშვილმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და რამდენიმე თვიანი პოლიტიკური ტაიმაუტი აიღო. კონსერვატორული იდეების ჩავარდნის შემდეგ კი მან სახალხო ლიდერობა გადაწყვიტა. 2007 წლის ივლისში ხალხის პარტია დააფუძნა და პოლიტიკურ არენაზე მისი თავმჯდომარის რანგში დაბრუნდა. ხალხზე მზრუნველი ლიდერის ტონი მუდმივად ხმამაღალი და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული იყო. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ სტაჟის თითოეულ წელზე მინიმუმ 1 ლარის მომატება მოხდეს პენსიაზე. შემდეგ იყო 2007 წლის 7 ნოემბერი. ზონდერებმა ისჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში დატოვეს, სადაც რამდენიმე დღე სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციაში გაატარა. ძალიან კარგად ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან კვლავ მოიპოვა დეპუტატის მანდატი. ამჯერად ეროვნული საბჭოსი, თუმცა მანდატზე უარი თქვა და ბრძოლა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ პარლამენტს გარეთ გააგრძელა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დავითაშვილი მესამედ ხვდება პარლამენტში. ამჯერად როგორც კოალიციის მხარდამჭერი, თუმცა უმრავლესობას როგორც პირველ ორ შემთხვევაში ამჯერადაც მალევე დატოვებს. მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, ტერორიზმზე და ყველა იმ დანაშაულზე. აი დაწყვით ადგილის შეკრების, მოვა და ცხვირფილს გაგიერთიანებ და ბოლომდე გაგიჭეჭყავთ რა გველი. მის ბიოგრაფიაში ეს ბოლო პოლიტიკური მუშტიკრივია. კანონმდებელი, რომელიც პარლამენტარი ბოლო 14 წელიწადში 3 სხვადასხვა პარტიის სიით გახდა, საზოგადოებას თავს ამგვარი საქციელებითაც ამახსოვრებდა, მაგრამ მის პოლიტიკურ კარიერაში ჩხუბი პირდაპირ ეთერში წელს პირველად დაფიქსირდა. ოცნებიდან წამოსულმა დავითაშვილმა მალე შესაძლოა ეს დარბაზიც დატოვოს. სახალხო პარტიის ლიდერს ამჯერად პრეზიდენტობა სურს. კობა დავითაშვილის დღევანდელ განცხადებას კოალიციიდან 1 საათში უპასუხეს. საგანგებო ბრიფინგზე გუნდის სახელით განცხადება დავით საგანელიძემ გააკეთა, რომელიც ახლა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს. ბატონო დავით, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა რომ დაგთანხმდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს გადაწყვეტილების ახსნისას კობა დავითაშვილმა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა გუშინდელი გახმაურებული სასამართლო პროცესი და ბაჩუ ახალაიას სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ფიქრობთ თუ არა რომ ამ გადაწყვეტილების და მიზეზის დასახელების დროს, როდესაც ის ამბობდა, რომ ეს განაჩენი იყო ხელისუფლების უნიათო კურსის შედეგი კოაბიტაციის შესახებ, ფიქრობთ თუ არა რომ ამ შემთხვევაში დავითაშვილის პრეტენზია იყო სამართლიანი? დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება ვესაუბრო მაყურებელს. მოდი დავიწყოთ ძირითადით ალბათ. საერთოდ პოლიტიკაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც გუნდურ თამაშს თამაშობენ და პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველთვის ეთამაშებენ გამოიყოფიან გუნდურობას და საკუთარი თავის, საკუთარი პირადი პოპულიზმის თვის მუშაობენ. ყობა ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ, ამ მეორე ჯგუფს მიეკუთვნება, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია რა თქმა უნდა ოპოზიციიდან მოხვდე ხელისუფლებაში და აიღო დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ეს მე ძალიან კარგად ვიცი, მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრება მე ოპოზიციაში გავატარე. და ძალიან რთულია ის მდგომარეობა, როცა შენ წარმოადგენ ხალხის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალას და ამ ხელა პასუხისმგებლობა უნდა აიღო. ზოგს არ შეუძლია ამ ხელა პასუხისმგებლობის აღება და შესაბამისად გაიქცევა ამ თემას. კრიტიკა ბევრად უფრო იოლია. რაც შეეხება ობამ სამწუხაროდ აირჩია ის გზა პარლამენტშიც, რომ ის ყოველთვის ამ გუნდური პრინციპიდან გადიოდა. მერთან დაგვიფარო ჯერ ერთი, რომ უმრავლესობაში ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკოსი ერთნაირად ფიქრობდნენ და განსხვავებული აზრი არ არსებობდეს. მით უმეტეს როცა მოგეხსენებათ, რომ კოალიციაში 6 პოლიტიკური სუბიექტია. მე აღარ ვსაუბრობ იმ პარტიებს, რომელსაც თუნდაც ერთი კაციც წარმოადგენს კობა დავითაშვილი განსხვავებით. შესაბამისად ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა განსხვავებული აზრები ყოველთვის არსებობს, მაგრამ კარგი ისაა და იმიტომ კოალიცია ასეთი შეჯერებული და ერთიანი, რომ ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ ერთ აზრამდე დასვლას, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას და ამას მოსახლეობა კარგად ხედავს. თუმცა ყობა ყოველთვის შემოდიოდა ისეთი ინიციატივებით, რომელიც აბსოლუტურად არ იყო შეთანხმებული ხან მთავრობასთან, ხან უმრავლესობასთან. თუნდაც ეს დღევანდელი განცხადება მე არ უნდა გამეგო ტელევიზიაში. უნდა გამეგო რა თქმა უნდა ყობასგან. მას ამ თემაზე უნდა ემსჯელა, ეფიქრა და მე რეგაიკეთებინა განცხადება. ბატონო დავით, ეს იყო პოპულიზმი. ბატონო დავით, კიდევ ერთი დეტალი გადავალ მაგ კითხვაზე გადავალ. ეხლა ის რაც მოიმიზეზა, მიზეზი ძირითადი ეს იყო, მაგრამ რახაც ხო უნდა ეთქვა, ის რომ მოიმიზეზა ამ შემთხვევაში ისო ბაჩუ ახალაია ამ რომელიღაც ერთ ნაწილში ის თქვათ არ იქნა გამყუნებული, ეს ახლა ეს მხოლოდ ჩემის აზრით იყო გარკვეული მიზეზი და სხვა არაფერი. ამ შემთხვევაში ერთი მინდა ვთქვა, რომ ისეთი ადამიანები და ისეთი წარსულის მქონე ადამიანები, როგორიც არის ბაჩუ ახალაია,
დარწმუნებული ვარ და ნამდვილად ვიცი, რომ იმ ხელისუფლებაში, რომელშიც ჩვენი კოალიცია ნამდვილად იქნება დასჯილი. დღეს თქვენ კიდევ ერთი მიზეზი დაასახელეთ. ამეთ ნაბიჯი გაამართლეს. თქვენ დღეს კიდევ ერთი მიზეზი დაასახელეთ, თქვენ თქვით, რომ დავითაშვილმა სიყმაწვილის ოცნება აისრულა. რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ მაგალითად ყოფილი თანაგუნდელისთვის მთავარი სწორედ პრეზიდენტობის ბრძოლა? ყობას შორის ვიცნობ, ყობას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. 99 წელს პარლამენტში არ გამიცნია მეკობა, მანამდე ის კიდევ როცა ბიზნესში ვიყავი, ის იურისტი იყო. იქიდან მოყოლებული ვიცნობ და ყობას ძალიან კარგად უნდა იცნობდე ადამიანი და დიდი სარჩილდება თქვათ შორშჭრეტელობა ან გამჭრიარყოფა რომ ამოიცნო ადამიანის ინტერესები. ხობა სათქო უნდა შეიძლება ცუდიც არ არის პოლიტიკაშია კაცი და ფიქრობს ყოველთვის რომ იქნებ მიაღწიოს პრეზიდენტობას. მას ეს თქვენ არასოდეს არ გქონიათ საპრეზიდენტო ყოველთვის ხონდა დაწყებული. ბატონო თქვენ არასოდეს არა, იმიტომ რომ შეიძლება მე ჩემთავს სიმართლე გითხრათ არა, მართლა არა, მაგრამ შეიძლება ეს ცუდია. შეიძლება პოლიტიკოსისთვის ცუდია, მე სულ ნამდვილად არ მქონია და არც მაქვს. მას ეს სრული როგორც ჩანს ხონდა, თორე ერთ დღეს არ გაუჩნდებოდა, ეხა გუშინ ახალაიას გაამართლებდნენ თუ გაამტყუნებდნენ, ამაზე არაა დამოკიდებული, კაცმა გადაწყვიტა პრეზიდენტობა გინდა თუ არა, ხო? თუ ამაზე არ ფიქრობ ადრე. ბატონო კობა. ახალაიას თემა არის. უკაცრავად ბატონო დავით. ამიტომ ბატონო დავით, ერთი თქვენ ახსენეთ ცოტა ხნის წინ რამდენჯერმე გუნდური მუშაობა. სხვათა შორის გუნდურ მუშაობასთან დაკავშირებით ჰქონდა თავად ყობა დავითაშვილსაც ზოგადად კოალიციის ლიდერების მიმართ პრეტენზიები. ის ხშირად აკრიტიკებდა არაერთ გახმაურებულ კანონპროექტს, აკრიტიკებდა მთავრობის წევრებსაც. ერთ-ერთ ინტერვიუში კი პირდაპირ ღიად თქვა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ ის ყოველთვის იგებდა პოსტფაქტუმ. იქნებ მართლაც იყო კომუნიკაციის პრობლემა დავითაშვილთან კოალიციაში. როგორ ფიქრობთ თქვენ 86 კაცია ეხლა უმრავლესობაში და 85-დან ეს პრობლემა არ არის და ყობასთან იყო მარტო ვინმე ყობას არამე ინფორმაციას არ აწვდიდა თუ ვერ გებულობდა. ყველას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დეფიციტი ინფორმაციის რომელიმე საკითხზე, მეც პირადად შეიძლება მქონდეს რომ რაღაც არ ვიცი რომელიმე კომიტეტში განხილული საკითხია, რომელიმე ინიციირებული საკითხი, ბუნებრივია. ეს ჩვეულებრივი მუშა სიტუაცია თუ გინდა ყოველთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია. მაგრამ მეორესვე თუ გაინტერესებს ამას კარგად გაიგებ და გაერკვევ. ეხლა თუ კაცი ჩაკეტილი ხარ შენ თავში და განცხადებასაც ისე აკეთებ, როგორც დღეს მან გააკეთა, გუშინ დაანონსა დღევანდელი პრესკონფერენცია, იმიტომ რომ ინტერესი აეწია და მუხტი აეწია, ტემპერატურა აეწია თქვა ამ თემაზე და დღეს გააკეთა განცხადება, იმიტომ რომ არიქა ყველა მეთვალშად გაიგო. თუ ეს საკითხი ასე აწუხებდა გუშინ მთელი დღე სხვათა შორის შტაბში გუშინ პოლიცსაბჭო 21 კაცი გვინაღამამდე მუშაობდი და დღეს დილით შევიკრიფეთ კიდე. თუ აინტერესებდა შეიძლება მოსულიყო და პოლიცსაბჭოზე პარტიის განეხილა ეს საკითხი, უმრავლესობა ხშირად ვიკრიბებით, იქ დაეყენებინა საკითხი და თუნდაც ეს ერთი ნაბიჯიც ნიშნავს იმას, რომ ის მხოლოდ საკუთარი პირადი, ვთქვათ, პოპულიზმის თემებით, რაც არ ვიცი, ხა პოლიტიკოსთვის კარგია თუ ცუდია, საზოგადოება განჭის. გასაგებია. რაღაცით კარგია, თავის თავზე მუშაობს ეს კაცი და არა გუნდზე და. გასაგებია, ბატონო დავით, სამართლიანობის უცებ პრეზიდენტობა თუ დააყენა თავის ხო ეხა ძნელია ამ შემთხვევაში იმის თქმა რომ ვთქვათ ეს მას უცებ მოვიდა გუშინ საღამოს აზრად როცა ერთ რომელიღაცა ეპიზოდზე თურმე არ მიესაჯა ბაჩო ახალაიას თემა. მე ისევ ამბობ, მე დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება ბაჩო ახალაიას ბიოგრაფიის მქონე ადამიანი აუცილებლად ციხეში გაატარებს. ბატონ დავით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, ვინაიდან ძალიან ცოტა დრო გვაქვს. სამართლიანობის აღდგენა ესაა ყობა დავითაშვილის მთავარი დაპირება წინა საარჩევნოებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ყოფილ თანაგუნდელს სერიოზული შანსები არჩევნების დროს? ყობა დავითაშვილის დანაპირები არა ეს ქართული ოცნების დანაპირებია და პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება ქართული ხალხისადმი, რომელიც ნამდვილად ხორციელდება ძალიან ბევრი რამ ჯერჯერობით რა თქმა უნდა არ არის გაკეთებული და გადაწყვეტილი, ყველაფერი ერთბაშად არ კეთდება. მოდი ხა მე არ ვისაუბრებ გაკეთებულ თემებზე, ან იმ პროექტებზე, რაც ეხლა მიმდინარეობს, მე ვისაუბროთ ამაზე, ამით რომ ბევრი გვექნება. მაგრამ ის რომ ეხლა ყობა დავითაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე შანსები რა აქვს და როგორ, მოდი სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ თუ შეიძლება. ბატონო დავით, დღეს როგორც თქვენი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ნაციონალური მოძრაობის, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდანაც უკვე კეთდება მინიშნებები, რომ დაიწყო რღვევის პროცესი კოალიციაში. დღეს ასევე გავრცელდა დილით კიდევ ერთი დეპუტატის კვაჭან ტირაძის საკმაოდ მწვავე და კრიტიკული განცხადება. გამორიცხავთ სხვა თანაგუნდელების გამიჯვნას კოალიციიდან?
ახლა როგორ გითხრათ, ყობა დავითაშვილი რომ რაღაც ეტაპზე გავიდოდა უმრავლესობიდან, მე დღესაც ავთქვი, როცა პარლამენტში შევიდა კოალიცია, მე მაშინ ვიცოდი ეს, ოღონდ არ ვიცოდი დღე და რიცხვი, რომ არ მეგონა რომ ასეთ ფაქტს დაიკიდებოდა და გამოიყენებდა ამ მიზნისთვის. ახლა მე მგონი შეცდა, იმიტომ რომ ნამდვილად არა ის არგუმენტი, რითაც ადამიანმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგა. ეგ ერთი. მეორე, ბატონი კვაჭანტირაძის თუ ბევრის და ბევრის განცხადებები და თავიანთი პოზიციების დაფიქსირება ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ პარლამენტარის მანდატი ყველაზე თავისუფალი მანდატია ჩემი აზრით. ეს გაძლევს საშუალებას, რომ ხმამაღლა თქვა შენი აზრი და დააფიქსირო შენი პოზიცია და უნდა იყოს მებრძოლი და უნდა იყოს შენი თქვათ რაიონის თუ შენი ქვეყნის ინტერესების დამცველი. კვაჭანტირაძე ოზურგეთის რაიონის მაჟორიტარია და მას თუ რამე არ მოწონს თავრობიდან, ან პარლამენტიდან, ან რომელიმე უწყებიდან გაკეთებული საქმე ოზურგეთში, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიდეს და თქვა, სწორი იქნება თუ არასწორი იქნება, ამას პირველ რიგში შესაბამისი სტრუქტურები, უწყებები განიხილავენ და საბოლოო ჯამში როგორ იქცევა პოლიტიკოსი, რამდენად სიმართლეს საუბრობს, ამას მე ელექტორატი ამორჩეული გადაწყვეტს, ხო, საბოლოო ჯამში ვინ რისი ღირსი ამ ქვეყანაში. ასე რომ მე პირიქით მივესალმები იმას, რომ დეპუტატები აქტიურები არიან და თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უმრავლესობის მხრიდან, ან თუნდაც კოალიციის ლიდერის მხრიდან არ არის ის დიქტატი, რომ აბა ეხლა ყველამ ერთ ჯგუფაზე ერთი გაზეპირებული ტექსტით უნდა ისაუბრონ. 9 წელი ვისმენდით ამას და მაგეთ პარლამენტი იმიტომ მეზარებოდა და იმიტომ არ შევედი მე იმ პარლამენტში და დავტოვე მანდატი, მოგეხსენებათ, როცა ვიცოდი, რომ ასეთ პარლამენტი იქნებოდა. ასე რომ ეს თავისთავად ძალიან კარგია. რაც შეეხება ხო არ ველოდები ვინმე გავა თუ არა პოლიტიკაში, კერა ცხოვრებაში არ უნდა თქვა არასოდეს, შესაძლებელია ეს მოხდეს ბუნებრივია და აქ გასაკვირი რამე რომ ისევ ვამბობ 6 შემადგენელი სუბიექტი კოალიციის სხვადასხვა პარტიები არიან და კიდევ სხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, როგორც სიით გასული ადამიანები. ასე რომ ეხლა მე ამას ვერ ვხედავ. გასაგებია ბატონო, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა ერთ რამეს გეტყვით, რომ კოალიციის დაშლაზე თუა საუბარი და ეხლა ვიხაცებს უხარიათ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც გარკვეულად გუნდური თამაშის მაგივრად ყოველთვის დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ, მათი გასვლა კოალიციას უფრო აძლიერებს. 86 იქნება თუ 85 უმრავლესობა ამაში მე პრობლემას ვერანაირს ვერ ვხედავ. ის რომ თქვა გუნდი უფრო მონოლითური და შეკრული უნდა იყოს, ამას უფრო ვხედავ და დღეს ის განცხადება ნაცმოძრაობის მხრიდან, რომ არ იქა მერცხლები და პირველი მერცხალი, ეხა მერცხალი კი არა, მთელი გუნდებად მოდიან მათი მერცხლები უმრავლესობიდან, ეს პარლამენტში იქნება, თბილისის საკრებულოებში იქნება თუ სხვა საკრებულოებში, ასე რომ ეხა ერთი კაცი რო უხარიათ ასე თავიანთ გულში ჩაიხებდნენ და თავიანთ რიგებში. ეს ალაპარაკო არა, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. გასაგებია, ბატონ დავით, თქვენ რამდენჯერმე თქვით და რამდენიმე წუთის წინაც აღნიშნეთ, რომ ყობა დავითაშვილის ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა. თქვენ პირადად გააკეთეთ თუ არა რამე იმისთათვის, ან მაგალითად თქვენმა კოლეგებმა, რომ მას ეს გადაწყვეტილება შეეცვალა? არა, არაფერი არ გამიკეთებია ამ ხრივ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პოლიტიკოსზე ეხლა თურმე უნდა ზემოქმედება მოახდინო, ან და იმას აქ ასაკში წყობაა და იმ პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს როგორც წყობას აქვს, ეხლა იქ იმაზე ეხვეწო ან შთხოვო, ან აზრის შეცვლა შეაცვლებინა. ის რომ მე არ გამიკვირდა მეთქი, ამაზე თუნდაც ის სიუჟეტი მეტყველებს, რომელიც ჩემს ინტერვიუამდე თქვენ არ ვიცი 10 თუ 15 წუთის განმავლობაში გაუშვით და ის ისტორია გაიარეთ ყობას პოლიტიკური ბიოგრაფიის, რადგან საუბრობდით, ასე რომ თქვენ რა გაგიკვირდათ? თუ რომელიმე ჩვენი ახლა მაყურებელი, რომელმაც თუ არ იცოდა ახლა თქვენი სიუჟეტი რო ნახა, მას გაუკვირდება, ასე რომ რა თქმა უნდა, ახლა მე არც ისეთი მეამიტი არ გახლავთ, რომ ახლა ყობაში მე ნახა ის ადამიანი, რომელიც ახლა ამ გუნდის ინტერესებს დაიცავდა ბოლომდე და პატარა პრობლემების წინაშე, ან დიდი ტვირთის წინაშე, რომელიც უმრავლესობამ ავიღეს ჩვენ თავზე და მართლმა პოლიტიკურმა ძალამ, ამას ახლა ზიდავდა ამ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, არა. მე ასე მჯეროდა და აბსოლუტურად მართალიც აღმოჩნდი, ასე რომ ეს არ მიგვირს და ის რომ მე ხა შემეცადა რომ ყობა ამასახში გამომესწორებინა და ინდივიდუალისტიდან გუნდურ მოთამაშედ გამეხადა და ცოტა უპასუხისმგებლობა განცხადებების მაგალითად მისთვის პასუხისმგებლიანი განცხადებების გაკეთება მებრძანებინა ან მესურვებინა ამის უფლება ჩემი თავისთვის არ მიმიწევს. დაბოლოს არ დაგემშვიდობებით ბატონო დავით. დეპუტატის მანდატია. პირდაპირ კითხავთ, როგორ ფიქრობთ, არ იმოქმედა უარყოფითად კოალიციის იმიჯზე ერთი დეპუტატის წასვლამ? მეც პირდაპირ გიპასუხებთ არა. გასაგებია. მე პირიქით ვფიქრობ და გავიმეორებ, რომ როცა ასეთი მოთამაშეები გადიან გუნდიდან, ეს გუნდს კიდევ უფრო კრავს, იმიტომ რომ ყოველთვის გუნდში ვინც რაღაც გარკვეულ გულსიამოვნებებს ქმნის, თუ ასეთი ადამიანები გუნდში არ იქნებიან, გუნდი უფრო მონოლითურია. ძალიან დიდი მადლობა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე პასუხობდა ჩვენს შეკითხვას. მადლობა.
საპრეზიდენტო კანდიდატების ერთით გაზრდილი ჩამონათვალისია დღეს კობა დავითაშვილის დაემატა კამპანიაში ჩართულებს ცესკოში დასარეგისტრირებლად ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ. კანდიდატების ნაწილს საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადი ჯერ არ შეუტანია, თუმცა ამ მრჩევლებთან შეხვედრები უკვე დაიწყეს. სამუშაო ადგილების გაზრდა, სოციალური პრობლემების მოგვარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ცნობილი საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებები და გზავნილები, ვინ როგორ აპირებს მოსახლეობის ნდობის მოპოვებას. პრეზიდენტობის მსურველებს დღეს ნუცა აბაშიძე ესაუბრა და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ პრეზიდენტობის კანდიდატებს გავსაუბრებოდით. გაგვეგო უფრო დეტალურად მე წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევძელით ყველა კანდიდატთან გასაუბრება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რესპონდენტების დიდ ნაწილს წინასაარჩევნო მესიჯები და სლოგანები ჯერ ნათლად ჩამოყალიბებული არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე ჩართულები არიან და უფრო მწვავედ და უფრო აქტიურად აგვისტოს შუა რიცხვებში ჩაერთვებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რესპონდენტებიდან გარდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერისა, ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში კოალიცია ქართულ ოცნებასთან და მინისტრთა კაბინეტთან ითანამშრომლებს. გეგმავ თქვენს მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას. კობა დავითაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დღეს პირველად განაცხადა. რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია და არც წინასაარჩევნო პრიორიტეტებზეა ჩამოყალიბებული. აქვს მწირი ბიუჯეტი, მთავარ უპირატესობად კი საარჩევნო ტრიბუნას მიიჩნევს. ამბობს, რომ ის, ვინც კობა დავითაშვილს იცნობს, ხმას მისცემს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დავითაშვილისთვის მთავარი პრიორიტეტი სამართლიანობის აღდგენა იქნება. თუ თქვენ გახსოვთ რისთვის ვიბრძოდი, მაშინ აგიტაცია არ გჭირდებათ იმისთვის, რომ მხარი დამიჭიროთ. თუ თქვენ არ გახსოვთ, ესე იგი სათანადოდ არ მიბრძოლია, ან იმ საქმისთვის არ მიბრძოლია, რაც აუცილებელი იყო და ბუნებრივია, მაშინ თქვენ მხარდაჭერას არ ვიმსახურებთ. ყოფილი თანაგუნდელები დღეს ერთმანეთის კონკურენტები არიან. დღეს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის პრიორიტეტები სამუშაო ადგილები და ეკონომიკის განვითარებაა. გიორგი მარგველაშვილი იმ კურსის გაგრძელებას გეგმავს, რაც კოალიცია ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლამდე აირჩია. პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მას შემდეგ ჩაერთო, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თამარ სანიკიძეს გადააბარა. საქართველოს აღარ იქნება პოლიციური სახელმწიფო. საქართველოს აღარ იქნება სახელმწიფო, რომელშიც მედია კონტროლდება. საქართველოს არ იქნება სახელმწიფო, რომელიც არ დარდობს თავისი მოსახლეობის ფიზიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, შემოსავალზე, თუნდაც სახელმძღვანელოებზე. საუბრის ნაცვლად ხალხის მოსმენას აპირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. დავით ბაქრაძეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი ჯერ არ შეუტანია, თუმცა პრაიმერში გამარჯვების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ შეხვედრებზე პოლიტიკოსები ლაპარაკობენ და ხალხი უსმენს. და ვფიქრობ, დადგა დრო, რომ მოვიქცეთ პირიქით. პოლიტიკოსები გავჩუმდეთ და მოусმინოთ იმას, რას ლაპარაკობს ხალხი. ამიტომ მთელი ჩემი შეხვედრების ძირითადი მოტივი იქნება სწორედ ეს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სამართლებრივად ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის მიუხედავად არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება სალომე ზურაბიშვილი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიას ნიუ-იორკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყებს. კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას, რომ აირჩიოს კანდიდატი და პრეზიდენტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი პიროვნება და გარანტორი ყველა მოქალაქისთვის თავისი უფლებების დაცვის. გარანტორი ასევე ქვეყნისთვის, რომ თავისი მიმართულება და თავისი დემოკრატიული განვითარება კიდევ ერთხელ არ დამახინჯდება, როგორც ეს მოხდა ბოლო 20 წელიწადის განმავლობაში. ეროვნული ტრადიციების პატივისცემა და თანამედროვე სამართლებრივი ქვეყნის შენება გიორგი თარგამაძის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იქნება. წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩაბმული. როგორც ამბობს, მისი წინასაარჩევნო კამპანია კულმინაციას მომავალ კვირაში მიაღწევს. თარგამაძეს საარჩევნო სლოგანზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ქვეყანას ჭირდება პრეზიდენტი, რომელიც განასახიერებს ერთის მხრივ პატივისმცემას, ეროვნული ტრადიციების, ღირებულებების, ქრისტიანულ ეთიკაზე აღმოცენებული ქართული კულტურის და ცხოვრების წესის და მეორეს მხრივ ეს არის არა მხოლოდ ხელის შემშლელი, არამედ ხელის შემწყობი გარემოება საქართველოს როგორც თანამედროვე სამართლებრივი სოციალური კეთილდღეობის ევროპული სახელმწიფო ჩამოყალიბებისთვის.
დიდად სავარქმევთ ღარიბს დაუბრუნებს. ეს სლოგანი კვლავ აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში. პარტიის ლიდერმა წინა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და ის აქტიურ ფაზაში აგვისტოს შუა რიცხვებში შევა. კამპანიის ფარგლებში შალვა ნათელაშვილის შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს. ლეიბორისტული პარტია არის ერთადერთი ძალა, რომელიც არის ორიენტირებული ქართველი ერის კეთილდღეობაზე. ამიტომ მთელი საქმიანობა, თქვა შალვა ნათელაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად, იქნება და იქნება მხოლოდ ერთი. ეს არის ქართველი ერის პრობლემების გადაწყვეტა. განაცხადების შეტანის შემდეგ თითოეულმა კანდიდატმა 26530-ზე მეტი ხელმოწერა უნდა მოაგროვოს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდება. ხელმოწერების შეტანის ვადა 17 სექტემბერს იწურება. პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია კი 27 სექტემბერს დასრულდება. და დღის კიდევ ერთი მთავარი თემა რეზონანსული საქმე გახსნილია გამოძიებამ დაადგინა რომ პატიმარი ლევან კორტავა ცემის შედეგად მიღებულმა დაზიანებებმა იმსხვერპლა. დაკავებულები არიან სასჯელ აღსრულების მე-14 დაწესებულების თანამშრომლები, ბრალი წარადგინათ ამავე საპყრობილის პატიმრებსაც. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული 24 წლის კორტავა ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში 2 თვის წინ გარდაიცვალა. მაშინ გავრცელებული თავდაპირველი ვერსიის მიხედვით კორტავასა და გეგუთის ციხის რამდენიმე პატიმარს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ლევან კორტავა კიბიდან დაკორდა. ლაშა ზარგინავა გაეცნო პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, ის დღეს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახშიც იმყოფებოდა. ლაშა, ვინ არიან დაკავებულები და რა გახდა მსჯავრდებულების ცემის მიზეზი? დიახტამთა როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით ინტენსიურ გამოძიებას 2 თვის განმავლობაში აწარმოება. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ლევან კორტავა, რომელიც სასჯელს იხდიდა რუსთავის მე-6 საპყრობილეში, 1 მაისს გადაყვანილი იქნა გეგუთის მე-14 დაწესებულებაში, სადაც მას მიყვანისთანავე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორთან ილია შანშაშვილთან. ილია შანშაშვილმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ საქმეში ჩარია ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები. რამდენიმე დღეში კი ლევან კორტავას სხეული მძიმე დაზიანებებით ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც უგონო მდგომარეობაში გარდაიცვალა. პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც წამყვან თანამდებობებს იკავებდნენ გეგუთის მე-14 საპყრობილეში. პროკურატურის ინფორმაციით უახლოეს მომავალში ბრალი წარედგინება რამდენიმე მსჯავრდებულს, რომლებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა ლევან კორტავას სასტიკაცემაში. დაცემ ლევან კორტავასთან, რომელიც სხვა პატიმრებთან ერთად მე-6 კორპუსის მე-4 სართულზე იმყოფებოდა, მივიდნენ ზემოახსენებული დაწესებულების პატიმრები: ლაშა კვანტალიანი, შოთა სინაურიძე, გიორგი შემაზაშვილი, სოლომონ დაშნიანი, გელა უშხვანი, თეიმურაზ გურეშიძე და ნუგზარ ბუაშიძე, მეტსახელად რიჟა, რომლებმაც სასაუბროდ გაიხმეს ლევან კორტავა ნომერ 326 საკანში, სადაც იგივე მიზეზით მსჯავრდებულ შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდიანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ჯგუფურად გონების დაკარგვამდე განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლევან კორტავა. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ლევან კორტავას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საკმარისი არ არის ის ღონისძიებები, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაატარა გარდაცვლილის მამიდა ამბობს, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ნომერ მე-14 სასჯელო აღსრულების დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სინაურიძე. ის ასევე მოითხოვს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს სასჯელო აღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის. მამიდასგან განსხვავებით ლევან კორტავას მამა ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე უკანონოდ განახორციელეს მისი შვილის პატიმრობა. კვანტალიანის სვანი ჯალათი, სუბარის ჯალათი. სუბარმა ეს ყველაფერი იცოდა, აბსოლუტურად მოვითხოვ პირველ რიგში სინაურიძის დაპატიმრებას ციხის უფროსის, რომელიც არენდაზე საერთოდ არ ჩანა, რომელიც იქა იყო და მაინც აფარებს ეს მთავრობა ხელს და მოვითხოვ სოზარ სუბარის გადაყენებას. მე იმას ვფიქრობ, რომ უკვე ლევანი გამოდიოდა, ხათუნა მაინც არ გაჩერდებოდა, ფოთში ვინ დაიჭირა, მაგნების დღე წასული იყო ხელიდან,
და ესენი ურევია. როგორც გარდაცვლილის მამიდა ამბობს, თუ საქართველოს ხელისუფლება სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხს არ დააყენებს, ის ერთ კვირაში დაიწყებს პროტესტის უმაღლესი ფორმით, შიმშილობით ამ ყველაფრის გაპროტესტებას, ხათუნა კორტავას განცხადებით პროკურატურისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვისაც მისი პოზიცია ცნობილი იყო. თამთა გმადლობთ ლაშა, პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ლაშა ზარგინევა საუბრობდა პირდაპირ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე მოკლულია თუ არა ზურაბ ჟვანია, ქართული ოცნების წევრი და ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ჟვანიას საქმეზე ახალი დეტალების გახმაურებას აანონსებს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ექსპერტი მარიამ ალავიძემ მთავარმა პროკურატურამ უკვე დაკითხა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული საქმე. ირაკლი მამალაძის რეპორტაჟი. საქმის მასალები ვიცი და ზოგადად ინფორმაცია გამოჩნია, ჟვანია მოკლული არის. ამ განცხადებას ქართული ოცნების წევრი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით აღწელებს. მეცხრე არხთან ხაჭაპურიძე პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიეს გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალებს ახმაურებს. ადვოკატი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება პრემიერის გარდაცვალების ახალ ფაქტებს გაასაჯაროებს. ეჭვშეშ არის დაყენებული თავად ექსპერტიზის დასკვნა, მისი თარგმანი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საქმეში არსებობს უამრავი მოწმები, რომელთა ჩვენებებიც ეს კიდევ ნაციონალების პერიოდში დაკითხული მოწმები, რომელთა ჩვენებებიც არათუ ეწინააღმდეგებენ ერთმანეთს, ურთიერთგამომრიცხავი არის. ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ფაქტზე განახლებულ საგამოძიებო პროცესში შეკითხვები გაჩნდა ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაზე. პროკურატურამ უკვე დაკითხა ექსპერტი მარიამ ალავიძე. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც გარდაცვლილ პრემიერს ექსპერტიზა ჩაუტარა და საზოგადოებას გარდაცვალების მიზეზი აცნობა. ჯერჯერობით უცნობია ძიებისთვის მიცემული მისი ჩვენების შინაარსი. თუმცა 2004 წლის 3 თებერვალს მის მიერ ჩატარებული ბიოჰემატოლოგიური კვლევის შედეგები მოგვიანებით მისივე კოლეგებმა არაკვალიფიციურად შეაფასეს. უთითებს, რომ რაღაცა ლეტალური რაოდენობა კარბოქსიგემოგლობინისა და საერთოდ ფიზიოლოგიურ პირობებში ეს რაოდენობა 5-დან 10%-მდე შესაძლებელი არსებობდეს. 10%-ის ზემოთ იწევს უკვე კლინიკურად მდგომარეობის დამძიმებას და ლეტალობა 20%-ის ზემოთ იწევს უკვე სიკვდილიანობას. 8 წლის შემდეგ პრემიერის გვამის ექსპერტიზაზე მარიამ ალავიძეს საუბარი არ სურს. მისი ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ის კვალიფიციური ექსპერტია და ჟვანიას გარდაცვალებიდან მეორე დღეს გაკეთებული განცხადება სეწოლის შედეგი იყო. მაშინ დაბნეული კომენტარები იყო, საუბარი იყო 20%-ზე და 20% არ იყო საკმარისი სასიკვდილოდ. ხო, დაბნეული იყო, არ ვიცი, ხა იცით ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩქარა, აბა გაატანეთ ხა ერთი თვის შემდეგ და ორი თვის შემდეგ არის პასუხი ხოლმე, იქ სოღებარი თუ არის ხოლმე და იქ ჩქარა, შეგებდა. არ ვიცი რა. დამთავრდეს გამოძიება ოფიციალურად და მე რა ვიცი, და თვითონ დაურეკე და ელაპარაკე. გამოძიების შედეგებით კმაყოფილია მთავარი პროკურორი არჩილ ბილაშვილი აცხადებს, რომ ბურუსით მოცულ საქმეზე გამოძიების დეტალებს საზოგადოება მალე შეიტყობს. გამოძიება განიცდის პროგრესს, გვაქვს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ან დადგინდა, ან დადგენის პირას არის. სხვა მხრივ თუ რაში მდგომარეობს ჯერჯერობით მიზანშეუწონელია მის გამჟღავნება თუ ეს სიახლე რაში გამოიხატება, მაგრამ თვითონ დინამიკა საქმის განვითარების ის საგამოძიებო გეგმები, რასაც ჩვენ ვისახავთ მიზნად, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩვენ ამ საქმეს გავხსნით და ობიექტურად განვაცხადებთ თუ რა მოხდა. პროკურატურაში მიმდინარე ძიებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ ჟვანიას გუნდის ყოფილ წევრებს. გივით არგამაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიება ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ვერსიას ვერ შეცვლის. ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, ყველაფერი იქნება ესე, არჩევნების შემდეგ, ან როგორც რაფაელიანის საქმე მოკლეს საბოლოოდ, ასევე მოკვდება ეს საქმე და არაფერს არ იტყვიან, ან იტყვიან, რომ ყველაფერი იყო ისე, როგორც არის გამოძიებაში მოცემული. პარლამენტის თავმჯდომარე კი ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს. დღეს დავით უსუფაშვილმა მეცხრე არხის შეკითხვას უპასუხა. ასეთი ტიპის საკითხებზე სიცხადის შესატანად ჩვენს ცოტა დრო დაგვრჩა. წინა ხელისუფლებასაც თუ არ ქონდა სიცხადე, ეს გასაგებია. ცოტაში მე არ გულისხმობდა 2 და 3 დღეს, მაგრამ არც 2 და 3 წელს გულისხმობ. მეცხრე არხი დღეს შეეცადა ყოფილი პრემიერის საქმის გამომძიებელი პროკურორის ვინაობის დადგენას, თუმცა მისი პიროვნება საქმის მასალების მსგავსად მკაცრადაა გასაიდუმლოებული.
ეგრეთ წოდებულ ტრაქტორების საქმეზე წინასწარ პატიმრობაში მყოფ ორ ბრალდებულს სავარაუდოდ გაათავისუფლებენ. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს და დაკავებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას თხოვს. საუბარია ზეტორის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელ გივი ქაიხოსროშვილსა და შპს მექანიზატორის ხელმძღვანელ ვაჟა ნახუცრიშვილზე. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზად საგამოძიებო უწყება საქმეზე გამოძიების დასრულებას ასახელებს. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელი შეშლის საფრთხე აღარ არსებობს. ბრალდების მხარის გადაწყვეტილებას დაკავებულთა ადვოკატები დადებითად აფასებენ, თუმცა განმარტავენ, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო წინასწარი პატიმრობის საფუძველი მანამდეც არ არსებობდა. პროკურატურის შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში ორშაბათს განიხილავენ. სწორედ ამ დღეს იწყება ეგრეთ წოდებულ ტრაქტორების საქმის წინა სასამართლო პროცესი. ამავე ხდომაზე დაკავებულთა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და მექანიზატორის თანამშრომლები დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მაისში დააკავეს. 9 ბრალდებულიდან 7 გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. ბუნებრივია ჩვენ არავით არის საწინააღმდეგო პროკურატურის აღნიშნული პოზიციის არ გაგოჩნია. რაც პირველია მივესალმებით პატიმრების გათავისუფლებას, ჩვენ გვაქვს სხვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი ბრალდებული არ ექვემდებარებოდა წინასწარ პატიმრობას. აღკვეთის ღონისძიება იცვლება, ეს თავისთავად მისასალმებელი ფაქტია. მეორე გარემოება ის, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები თვითონ ბრალდება არის უაღრესად სუსტი ამ შემთხვევაში. მისასალმებელია პროკურატურის პოზიცია, თუნდაც ამ ეტაპზე დავის უფრო ცივილურ ფორმაში გადატანასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის სასამართლოში დაყენებას. თუმცა დაცვის მხარე ითხოვს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმავე სასამართლო პროცესზე და ბრალდებულების მიმართ ბრალდებულების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე. პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართავს და ახალ ინიციატივებს თავაზობს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ის, რაც ახლა საქართველოში ხდება. ეს არის ძველი კორუმპირებული ელიტის მიერ ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ აღვირახსნილი რევანშის მცდელობა და ეს როგორც ყველა რევანშიზმი და ყველა წარსულზე ორიენტირებული მცდელობა ისტორიულად განწირულია. მარცხისთვის ამბობს სააკაშვილი და თანამოაზრეებს მოქმედებებისა და ცვლილებებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი გარკვეულ შეცდომებსაც აღიარებს და ამბობს, რომ პარტიას ბიუროკრატიული დახავსების ნიშნები დაეთყო. მიხეილ სააკაშვილის აზრით, ნაციონალური მოძრაობა უნდა ჩამოყალიბდეს ისეთ პარტიად, რომელიც ერთის მხრივ იდეების გენერატორი იქნება, მეორეს მხრივ კი ამ იდეებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად აქცევს. პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდებს, რომ პარტიული სტრუქტურის ყველა დონეზე შეჯიბრებითობა და არჩევნები სტანდარტულად საყოველთაო პრინციპად იქცევს. შექმნათ ისეთი სტრუქტურა, სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლექტიურად, ხმის უმრავლესობით ქვეყნის პირველი პირი ნაციონალური მოძრაობის ახალი წევრებით შევსების აუცილებლობაზეც საუბრობს. პრეზიდენტის შეთავაზების ადრესატებისგან უკვე მოხვა გამოხმაურება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს იყო არა უბრალოდ განცხადებები, არამედ რეალური სურვილი რეალური გარდაქმნებისა პარტიაში, დავამტკიცეთ თუნდაც პრაიმერისით, ხოლო ყრილობა და ყველა შემდგომი ნაბიჯი იქნება სწორედ ამ განახლების პროცესის გაღრმავება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის წერილი, რომელიც პრეზიდენტმა დაწერა და გამოაქვეყნა პარტიის წევრების მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს სრული ფუნდამენტური განახლებისა პარტიის მართვის მთელი სიმძიმე და მთელი მართვის ცენტრი გადავიდეს ასევე კოლექტიურ ორგანოში, საბჭოში და საბჭო იყოს ფაქტურად მმართველი პარტიისა. მხარდამჭერი განცხადება შტატებიდან რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი ამერიკის ხელისუფლებას თხოვს საქართველოს ნატოში გაწევრიანება დააჩქაროს. განცხადება მაკეინმა ოფიციალური მოსკოვის იმ გადაწყვეტილების შეფასების დროს გააკეთა, რომლის მიხედვით ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს რუსეთში თავშესაფარი მისცეს. სენატორის აზრით, კრემლის ამ პოზიციის შემდეგ ევროპაში სარაკეტო დაცვის სისტემის განლაგება და საქართველოს ჩათვლით ნატოს გაფართოების მორიგ რაუნდზე სწრაფად გადასვლა საჭირო. რესპუბლიკელი სენატორის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. Senator Paul began a talking filibuster against John Brennan. მაკეინი საქართველოს მეგობარია და მას არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადება საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას. ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი.
ჯანდაცვის მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დავით სერგიენკო უკვე შეხვდა კონგრესმენებს ამი ბერასა და ჯიმ მაკდერმოტს. მინისტრმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში საერთაშორისო შრომის საკითხებში. დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან საუბრისას საქართველოს შრომის ახალი კოდექსის შრომის ბაზრის ძირითადი პრობლემები და საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმები განიხილეს. მრავალმხრივი მხარდაჭერის შესახებ მივიღე დაპირება და არა მარტო დაპირება, არამედ კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. ეს მოიცავდა როგორც ზოგადად ჯანდაცვის სტრატეგიას, ასევე ონკოლოგიის ნაციონალური სტრატეგიის შექმნას, პირველადი ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიას და დანერგვის და მიმდინარეობის მეთვალყურეობას. ახლა კი მიიღება საპატრიარქოში ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავენ დღეს ილიაობა საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სტუმრობენ, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ხელოვანები. თიკა წერეთელს ჩავთავთ ახლა საპატრიარქოდან პირდაპირ ეთერში. თიკა, რა ხდება მიღებაზე? კონცერტი ამ წუთებშიც გრძელდება საპატრიარქოს ეზოში ღია ცის ქვეშ. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება იყო და არის კიდეც ღონისძიება ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად. მრევლიც ესწრება დასწრება თავისუფალია და შესაბამისად მრევლიც მრავლად არის საპატრიარქოს ეზოში. სახელმწიფო წრეების წარმომადგენლებთან ერთად აქ იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის გახლავთ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ნინო ბურჯანაძე უწმინდესთან ერთად გამოგზავნდა საპატრიარქოს ეზოში, რაც შეეხება ღონისძიებას, ის სიონის მგალობელთა გუნდმა გახსნა და საგალობლის დასასრულს მათ უწმინდესით შეუერთდა და მათთან ერთად იკალობა. დღევანდელი დღე ადამიანს სულში უნდა კონდეს და რასაკვირველია, მის სულს უნდა ეხმატკბილებოდეს ის, რაც აქ ხდება. ჩვენ უფალმა უდიდესი მადლი მართლაც გვიბოძა. ეს გახლავთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. მიაქციეთ ყურადღება. ელია წინასწარმეტყველი, დიდი ილია მართალი და ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ყველაფერი ერთად დაემთხვა. უწმინდეს ამ დღესასწაულს უსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას, ძალიან გვიყვარს და ძალიან დიდი პატივია ჩვენ რომ დღეს მის გვერდით ვართ, ძალიან ბედნიერი ვართ მე და მაკა, იმიტომ რომ ჩვენ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს მას შეტანილი. ჩვენს უწმინდეს ულოცავ მისი ანგელოზის დღეს, სრულიად საქართველოს წყალობა არ მოაკლდეს და მისი ლოცვა კურთხევა და ძალიან ბედნიერები ვართ რომ ახლა დღეს აქ ვართ და გვიწევს მასთან შეხება და მასთან ერთად ყოფნა. დღევანდელ საღამოში მონაწილეობას სამების მგალობელთა გუნდი, ჩოხოსნები, ერეკლე საღლიანი, თემურ ჩალაბაშვილი და აგრეთვე რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლებიც იღებენ და აგრეთვე დღეს აქ ჩამობრძანდნენ საინგილოდან მომღერლები და მათაც მიულოცეს უწმინდეს ილიაობა. მადლობთ თიკა საპატრიარქოში მიმდინარე მიღების შესახებ თიკა წერეთელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახალი ცხრაზე კი ამით დასრულებულია ჩვენ ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.